თავი 26. ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: თქვენ იცით, რომ 2 დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცისძე მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ, მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონით და სუფრასთან მჯდომს თავზე მოასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, ბრაზი მოუვიდათ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო? ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთან ყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. ეს ნალსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთის სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისცავე მოსაგონებლად. მაშინ ერთი 12 თაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან. კითხა: რას მომცემთ რომ გადმოგცეთ იგი? მიუწონეს მას 30 ვერცხლი. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. ფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: სად გინდა რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მან უთხრა: წადით ქალაქში ამ და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს თქო მოძღვარი, ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა 12 მოწაფესთან ერთად. როცა ისინი ჭამდნენ, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: მე ხომ არა უფალო? ხოლო მან უთხრა მათ პასუხად: ვინც ჩემთან ხელს ამოაწებს ჯამში, ის გამცემს. კაცისძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. უჯობდა იმ კაცს არ დაბადებულიყო. იუდამ, რომელმაც იგი გასცა, პასუხად მიიგო: მე ხომ არა რაბი? შენ თქვი, უთხრა მას. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. მე გეუბნებით, ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამა ჩემის სასუფეველში. იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისკენ. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: დავცემ წყემს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენ გაგიძღვებით წინ გალილეაში. მიუგო პეტრემ მას პასუხად: ყველანი რომ ცნობდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები. უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარ მყოფ მე. უთხრა მას პეტრემ: მოკვდები შენთან ერთად და არ უარყოფ. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. მერე იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია და უთხრა მოწაფეებს: აქ დასხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე. იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლო ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ. მივიდა მოწაფეებთან და პოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ნუ თუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხორცი კი უძლური. მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს შენი ნება. კვლავ მივიდა და ისე მძინარენი პოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა. კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ:
თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცისძე მიეცემა ცოდვილებს ხელში. ადექით წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, 1-12-თაგანი და მასთან ერთად დიდძალი ხალხი, מחვილებით და კეტებით, მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი და შეიპყარით. მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: გიხაროდეს რაბი, და იამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: რისთვის მოსულ ხარ მეგობარო? მაშინ მივიდნენ, ხელის სტაცეს იესოს და შეიპყრეს. და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიიღო, იშიშვლა მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა მას: თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გონია არ შემეძლოს შებევედრო მამა ჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა 12 ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს? მაშინ უთხრა იესომ იმ ხალხს: თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ მახვილებით და კეტებით გამოხოდით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები. მაშინ ყველა მოწაფე მიატოვა იგი და გაიქცა. იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. ხოლო პეტრე შორი ახლო მიყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ სრულმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი სრულმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: ეს ამბობდა, შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და 3 დღეში ავაშენო. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გითხარი, შენ ახარ ქრისტე ძე ღვთისა? უთხრა იესომ: შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა შემოეხია სამოსელი და თქვა: მან გმო, რაღაც გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიუგეს პასუხად: სიკვდილის ღირსია. მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა. ზოგიერთნი სილას აწნავდნენ, ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ქრისტე, ვინ დაგარტყაო? პეტრე კი იჯდა გარეთ. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: შენც იესო გალილეველთან იყავი. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი რას ლაპარაკობ. როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფ: ესეც იესო ნაზორეველთან იყო. მან კი კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ნამდვილად შენც მაგათქანი ხარ, ვინაიდან შენივე კილო გამხილებ შენ. მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს და მყისვე იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, 3 ჯერ უარ მყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარე დადირდა.